მედიაში დასაქმებულთა უფლებების დაცვა ეს არის მთავარი მიზანი, რომელიც დღეს შექმნილ მედიის პროფესიულ კავშირს აქვს. მაშინ სხვადასხვა ტელევიზიის, ბეჭდური და ინტერნეტ მედიის წარმომადგენლები გაერთიანდნენ. მედიის პროფკავშირის პრეზენტაცია დღეს ევროპის სახლში გაიმართა. მისი თავმჯდომარე საზოგადოებრივი მაუწყებლი ჟურნალისტი ლაშა მესხი იქნება. ეს არის თვისობრივად ახალი ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებული იქნება როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში, ჟურნალისტების, ოპერატორების, მემონტაჟეების და მედიაში დასაქმებული ნებისმიერი ადამიანის უფლებების დასაცავად და ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია, იქედან გამომდინარე, რომ საერთაშორისო პრაქტიკა ამ მიმართულებით ძალიან კარგია და ევროპულ ქვეყნებში პროფკავშირული მოძრაობები ძალიან მძლავრი იარაღია. გადავწყვიტეთ საქართველოს მასშტაბით გაგვეკეთებინა და შეგვექმნა ეს ორგანიზაცია და დაგვეცვა მათი უფლებები. აქედან მე ვფიქრობ, რომ და მოუწოდებ ჩემ კოლეგებს შემოგვიერთდით როგორც მემონტაჟეებს, ისე ოპერატორებს, ისე ჟურნალისტებს და ისე ბეჭდურ მედიას შემოგვიერთდით და ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებების დასაცავად. საზოგადოება მეტნაკლებად ეს ხალხი იცის, სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ პირველ არხზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე იყო პროტესტი, იყო გამოსვლები, როგორც ჟურნალისტების, ასევე ტექნიკური მომსახურე პერსონალის და მათ გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს მენეჯერებთან, დირექტორებთან მოლაპარაკებაში. მათი შრომის პირობები ოდნავ გაუმჯობესდა.